მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ ეს ორი დღე არის სოციალურ ქსელებში ძალიან აქტუალური არის ვიდეო, რომელიც ეხება ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სახეს ჯორჯიან ტაიმს და მის მეპატრონეს პროფესორ მალხაზ გულაშვილს და ასევე პროფესორს პოლიტიკოს, თანაც რაც საინტერესო არის ოპოზიციონერ პოლიტიკოს ბატონ სოსო მანჯავიძეს, ასევე ისტორიკოს. გადაცემის დროს ერთმა რიგითმა ქართველმა მათ დაუშვა კითხვა, რომ საქართველოში დემოგრაფიული კატასტროფა არის და კოცები თურმე საქართველოს გამაჰმადიანებას და ისლამიზაციას ახდენენ, რაზეც ამ ორმა პროფესორმა, პოლიტიკოსმა და ოპოზიციური მედიის მეპატრონემ, არ ვიცი, ისეთი გამправებლური პასუხი გასცა, რომელიც ალბათ კოცების საუკეთესო გამправებელსაც კი შეშურდებოდა, რომ თურმე ეს ყველაფერი არის დემაგოგია, რომ თურმე ეს ყველაფერი არის ხალხის მოგონილი და რომ თურმე საშიში არაფერი არ არის და აი სტატისტიკას გაჩვენებთ და ასია და ისე, ანუ თურმე ხალხს მოლანდებები აქვს დაწყებული, თურმე ხალხი რასაც ხედავს ქუჩაში აი ამ დემოგრაფიული კოლაფსის ფონზე შემოსულ, რა ვიცი, 1000 რჯულის ადამიანს სხვადასხვა ისლამური ქვეყნებიდან ეს თურმე მოჩვენება ყოფილა, მოლანდება ყოფილა და სიმართლეს თურმე საუბრობენ ბატონი პროფესორი, ოპოზიციონერი სოსო მანჯავიძე და მეორე ასევე პროფესორი დამოუკიდებელი ჟურნალისტი, მისი ოპოზიციური მედიით, ბატონი მალხაზ გულაშვილი. მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელო, ახლა თავად ნახეთ, სამწუთიანი ვიდეო არის და ამ ყველაფერთან დაკავშირებით შემდეგ გაგცემთ პასუხს. სხვა რაღაცები აინტერესებს რაღაც დათო მოხევებს ბატონო მალხაზ დღეს რა გვეშველება კოცებმა რომ პაკისტანა და არაბეთად გადააქციეს საქართველოს და ამაზეც ალბათ ვისაუბროთ, მაგრამ ძვირფასო ტელემაყურებლებო, ხო, ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე მინდა დაგანახოთ თქვენ სოფლიოში მიმდინარე მოვლენები და აქ როგორ ჯდება საქართველოს და თქვენ თუ ეხლა რაღაც პოპულისტური თემები გაინტერესებთ, გასაგებია რომ ამაზეც გაგცემთ პასუხს ჩვენ ხედვას. რა თქმა უნდა ეს დაუშვებელია რომ სოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან საქართველოს გახდეს აბად, მაგრამ ნუ აზვიადებთ ამ პროცესს რა. დანარჩენი არა, მე ამაზე მაგალითად აი არის კი აბსოლუტურად გეთანხმები გაზვიადების თემაში, აგერ არსებობს კონკრეტული მონაცემები, გაეროს მონაცემები, რომელიც ახლა ხაზი მინდა გაუსვა, შეიძლება ჩვენთვის არ იყოს სასურველი, მაგრამ ის ტრენდი, რომელიც შეიმუშავეს ახლა და ეს ვინც შეიმუშავეს, კარგად ვიცი მე. როგორც შეიმუშავეს და რა მიზნითაც არის, ხო? ის არის აბსოლუტურად ახლოსაც არ არის რეალობასთან და ამაზე ხა თუ გნებავთ აგერ მაქვს უცბად ვნახავ. მიდი ნახე აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს დავიღალე. ერთი და იგივე ადამიანები წერენ როგორ გადააქცია იმან რა ქვია არაბეთის და აზიის იმა თავშესაყარად და რამდენია სტატისტიკა რომ ხალხს განუმარტოთ რა და დავამთავროთ ეს თემა, იმიტომ რომ გაცილებით სერიოზულ თემებზე ვსაუბრობთ და ამ დროს სურვილი აქვს რომ ამ თემისკენ წაიყვანო და რაღაც პოპულისტური მიმართულება შეიძლება შეშფოთებულები იყვნენ. გასაგებია ეხლა რა, ვოლტში მუშაობს ყველა პაკისტანელი და ვიღაცა ყველა, ხო? იმ დღეს რო გავიარე, ვოლტის ხალხი იდგა და რო შევხედე, მეგონა რომ აფრიკის რომელიღაც კონტინენტზე მოხვდი. გასაგებია, მაგრამ ამას ჭირდება მარტივი რეგულირება რა. ამას არ ჭირდება რომ მთელი საქართველოს არის დატმორილი პაკისტანელები და არაბებით რა. ტყუილია ეს. კი ბატონო, რა თქმა უნდა ტყუილია. კომპანია კონკრეტული, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. რა გლოვოში იგივეს ვერ ნახავ, ხო? ხო, საერთოდ ესე იგი, აი ნახავ ამას მე და ძალიან მარტივია ამის კითხვა. გაეროს მონაცემები არსებობს სტატისტიკის მონაცემები და ორი გადაცემა გავაკეთეთ მაგაზე და ახლა როცა საუბარია იმაზე რომ არის 500,000 არალეგალი მიგრანტი, ეს უკვე არის ისეთი სფერო, რომელზედაც საერთოდ ფსიქიატრის დასკვნა არის საჭირო. სამწუხაროდ აი ესეთი რამეები დაკავშირებული მოსახლეობაში ასეთი პანიკის გამოწვევასთან ბევრი სარგებლობს ამით. იქნება უცხოური სპეცსამსახურები სპეციალურად აღვივებენ ამ შუხლს. 500,000 ესე ძალიან მაგონებს ეს ციფრი 400,000 ადამიანს, რომელიც გადაადგილდებოდა, ესე იგი, აკეთებდა კარუსელს საქართველოში.
როგორც ხედავთ, პროფესორები ზუსტად იმას ამბობენ, რაც მე ბლოგის დასაწყისში ვთქვი, ახლა მექნება ერთი თხოვნა თქვენთან ყველასთან. თუ შეიძლება ეს ბლოგი ყველამ ნახეთ ბოლომდე, რადგან ამ ბლოგში თავიდან ბოლომდე არის მოძიებული ყველანაირი ინფორმაცია, რომელიც საქართველოს დემოგრაფიას ეხება ოფიციალური სტატისტიკების მიხედვით და კიდევ ასევე ერთი თხოვნა მექნება, რომ აი ეს ვიდეო სოციალური ქსელით გაუგზავნეთ ბატონ მალხაზ გულაშვილს და გაუგზავნეთ ბატონ სოსო მანჯავიძეს, რომელმაც იმ მომენტში ვერ მოიძია გაეროს მონაცემები და საქსტატის მონაცემები. მე მაქვს ყველაფერი მოძიებული, ყველაფერი არის გამოძიებული და დევს. დანარჩენი აგერ თქვენ, აგერ სოსო მანჯავიძე და მალხაზ გულაშვილი და აგერ საქართველოს რეალობა. გასაგები არის, რომ შეიძლება ვიღაცას ხელისუფლების გამპრავებლობად უნდა მუშაობა დაიწყოს, მაგრამ ასე ნამეტანი გამპრავებლობაც ძალიან მაგარით ეხავს რა. ძალიან არასწორი არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ერის გენოფონდს ეხება და ერის გენოფონდის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, როგორც თქვენი ქცევით, ვითომ ეგრეთ წოდებულო ოპოზიციონერო პოლიტიკოსო და ვითომ ეგრეთ წოდებულო ოპოზიციონერო დამოუკიდებელო მედია ჰოლდინგო და მისა ჟურნალისტო, უბრალოდ სირცხვილია და სხვა არაფერი რა. და შემდეგ ეროვნულობაზე გაქვთ პრეტენზია. კარგით, ბევრს არ გავაგრძელებ, აი ახლა ნახეთ თქვენ ფაქტები, ის რაც ქუჩაში ხდება რეალურად, თბილისში, ბათუმში და დანარჩენ საქართველოში, შემდეგ კი ბლოგი სრულად ძირფესვიანად, რომელიც ეხება ამ თემას, დაახლოებით 12 წუთიანი ბლოგი არის, შეგიძლიათ იხილოთ თავად. და აუცილებლად გაუგზავნეთ და მოთხოვოთ ერთი პასუხი. السلام عليكم ورحمة الله وبركاته. اليوم يوم العرفة، غدا إن شاء الله عيد الأضحى، عيد مبارك لكل المسلمين في العالم. نحن الحين متواجدين في مدينة باتومي في مسجد جديد، خصوصا في باتومي وأريافه كثير من المساجد الحمد لله، ويصلي في صلوات ويصلى في الجمعة عيدين وهكذا. هذا هو مكان للمسجد جديد. غدا إن شاء الله سنصلي في هذا المكان صلاة العيد إن شاء الله. وأيضا في المركز يعني داخل باتومي يوجد مسجدين قريب من أماكن سياحي، مسجد وسطى وفي مسجد أضلية أيضا. يصلى في كل مساجد صلاة العيد. من يوجد في باتومي يمكنه الذهاب إلى هذا الأماكن. سوف أنا أضع روابط لهذا المساجد على خرائط جوجل، ومن يرغب للصلاة العيد في باتومي معنا مع المسلمين جورجي هم يستطيعون الذهاب إليه. وأيضا من كان في أرياف باتومي يمكنه أن يتصل بي في الخاص وأنا أقول لهم أين يوجد أقرب المسجد عندهم. تقبل الله منا ومنكم صالح الأعمال. السلام عليكم ورحمة الله وبركاته. რატო რა მორჩა გამიშვი გადადებული რატო რა ხდება One way, it's blocked there. რატო One way, რა ვამბე it's one way. Only come, not go. ვინ გითხრა Go blocked. ვინ გითხრა მასწავლე ახლა გობლოქარი თქვა მივიქო ვერ არია თავის შუა ის ჩამიკეთე თან არ გახვიდეო ეხლა იქიდან მოდიანო ვარტო აქედან წაშლო ბლოკია
დოგუნდეს. შენ ვინც ახლა ამ ბლოგის ნახვას აპირებ, საქართველოს შვილი ხარ. მინდა გითხრა, რომ შენი ერი გენოციდს განიცდის. და თუ შენ ამას ვერ გაიგებ, სხვა ისე ვერ გაიგებს, როგორც შენი ნაზე ნათქვამ სიტყვას. ასე რომ ნახე ბლოგი ბოლომდე და დაფიქრდი, რომ მასში მოყვანილი თითოეული ციფრი, თითოეული შენი თანამემამულის და მათ შორის შენი პერსონალური ბედია. და თუ რამეს არ იყონებ, 30 წელიწადში შენი სამშობლოს და შენი ერის გაქრობას შენი თვალით ნახავ. ჩვენი ფორმულის მეორე მთავარი საკითხი დემოგრაფიაა. ქვეყნის მთავარი სიმდიდრე მისი მოსახლეობაა, მისი გენოფონდი. ამიტომაც ამ საკითხს დეტალურად უნდა ჩაუღრმავდეთ. თქვენ ყურადღებას კი განსაკუთრებულად მოვითხოვ ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენს წინაშეა ბოლო 1 საუკუნის მანძილზე საქართველოს მოსახლეობის დინამიკა, რომელზეც ნაჩვენებია, რომ 1926-1999 წლებში ბნელი კომუნისტების ეპოქაში, რომლის გინებას დღეს განსაკუთრებით მოდაშია, საქართველოს მოსახლეობის გენოფონდი 101%-ით გაიზარდა. მოსახლეობის რაოდენობამ 2.600.000-დან 5.400.000 მიაღწია. როგორც ხედავთ, 1999-2020 წლებში საქართველოს მოსახლეობის კატასტროფული შემცირება აღინიშნება. დინამიკა იმდენად მზარდია, რომ შეუიარაღებელი თვალითაც მარტივი არითმეტიკის დახმარებით გასაგები ხდება. საქართველოს მოსახლეობა 1.700.000-ით შემცირდა. ეს კი ერის 31.5%-ია. ახლა ვნახოთ, რას ამბობენ ამ ყველაფერზე პროფესიონალები. ფოტოს, რომელსაც თქვენ ეკრანზე ხედავთ, ჩემი პირადი კონტაქტებით მოვიპოვე ქართველი დემოგრაფისგან. მასზე ასახულია ის კატასტროფული ვითარება, რომელსაც ერთადერთი სიტყვა გენოციდი შეეფერება. 2010 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანიც კავკასიის რეგიონში დემოგრაფიული ბალანსის შესწავლა იყო. კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოს მოსახლეობა 28%-ით მცირდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ 2050 წელს საქართველოს დემოგრაფიული კოლაფსი ელოდა. კვლევის თანახმად კავკასიაში დემოგრაფიული ბალანსი სერიოზულად ირღვევა, რადგან აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით, ხოლო სომხეთის მოსახლეობა 7%-ით იზრდება. მოსახლეობის შემცირების კუთხით საქართველო 232 ქვეყანას შორის ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, საპატიო მე-16 ადგილს იკავებდა, ხოლო შობადობის მხრივ 174-ეს. 2010 წელს გაკეთებული გაეროს პროგნოზით საქართველოს მოსახლეობა 2030 წელს 3.700.000 უნდა ყოფილიყო. თუმცა ეს დამანგრეველი ზღვარი საქართველომ 2014 წელს გადალახა, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლევის არსებობის მომენტში ბოლო 29 წლის მანძილზე საქართველოს მოსახლეობა 1.700.000-ით კი არა, 1.800.000-ით შემცირდა. კითხვა, რომელიც დემოგრაფთათვის არის დასმული, თუ როგორ სახელმწიფოს წარმოადგენს საქართველო, დემოგრაფიაში ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ გეოპოლიტიკაში ასეთ სახელმწიფოებს მსხვერპლი სახელმწიფოები ეწოდებათ. მოსახლეობის შემცირების მიზეზი ბოლო 32 წლის მანძილზე ომებთან და ეკონომიკურ კოლაფსთან ერთად ქვეყანაში მოქმედი სოციალური პოლიტიკაცაა. ანუ როგორ ექცევა სახელმწიფო თავის მოქალაქეს, რაც აიძულებს მას დატოვოს ქვეყანა ან შეამციროს შობადობა. ცნობისთვის 2022 წელს 125.269 ადამიანმა დატოვა ქვეყანა და ემიგრაციაში წავიდა. კორონავირუსის პანდემიამდე 2016 წელს მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა კვლევა. კვლევა საქართველოში არსებულ რეალურ სოციალურ მდგომარეობას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის 69% სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო 24% სიღარიბის ზღვართან ახლოს იმყოფება. ეს კი საერთო ჯამში ქვეყნის მოსახლეობის 93%-ია. UNICEF-ის კვლევის მიხედვით კი საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა, ანუ სიღატაკეში ცხოვრობს, რაც საერთო ჯამში 77.000 ბავშვია, რომელიც შიმშილობს. უფრო შემზარავია ბავშვთა სიკვდილიანობის სტატისტიკა საქართველოში, რომლის მიხედვითაც ყოველ წელს 5 წლამდე ასაკის 800 ჩვილი იღუპება, რომელთაგან 300 საკვების ან მასთან დაკავშირებული დეფიციტით არის გამოწვეული.
ასევე შემზარავია საქართველოში არსებული აბორტების სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ 2004-2020 წლებში აბორტების რაოდენობამ 300,000 გადააჭარბა. დამიჯერეთ, ეს რიცხვი ბევრად დიდია. უბრალოდ ყველა სასახვა სტატისტიკაში ვერ ხერხდება. ძიმე ეკონომიკური ფონიდან გამომდინარე ქვეყანაში განსაკუთრებით გაზრდილია მოსახლეობის დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე და ნარკოტიკებზე, რაც ბუნებრივია დემოგრაფიაში პოულობს სასახვას. 2017 წლის კვლევის მიხედვით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რაოდენობა საქართველოში 700,000 იყო. დღეს კი ეს მაჩვენებელი მილიონს ცდება. აზარტული თამაშები სუიციდზე აწყობილი ბიზნესია და შემაშფოთებელი სტატისტიკა გააჩნია. არასამთავრობო ორგანიზაცია დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ წლების მანძილზე იკვლევდა აღნიშნულ სფეროს. 2019 წლის მარტში ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელშიც თბილისის 10 საჯარო სკოლის 500 მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგან 55% ბიჭი იყო, ხოლო 45% გოგონა. ასეთი შედეგი აჩვენა, აზარტულ თამაშებთან შეხება ჰქონდა გამოკითხული ბიჭების 56%, ხოლო გოგონების 44%. 17-მა ახალგაზრდამ თავი თამაშზე დამოკიდებულების გამო მოიკლა, ხოლო 7-მა თვითმკვლელობა სცადა. სტატისტიკის მიხედვით განსაკუთრებით შემაშფოთებელი არის აზარტული თამაშებით გარდაცვლილთა ასაკი, რომელიც 14 წლიდან 31 წლამდე მერყეობს. ამ ყველაფრის პარალელურად გასათვალისწინებელი არის ის ფაქტი, რომ პენიტენციალურ სისტემაში 9287 პატიმრიდან 856 აზარტული თამაშების გამო ჩადენილი დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, რაც მთელი პატიმრების რაოდენობის თითქმის 10%-ია. ცნობისთვის მინდა გითხრათ, რომ 2017 წელთან შედარებით 2020 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 500%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 5 მილიარდ 60 მილიონი იყო, 2020 წელს ამ მაჩვენებელმა 32 მილიარდ 806 მილიონი ლარი შეადგინა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტზე 10 მილიარდ 206 მილიონით მეტია. –2017 წლიდან საქართველო კავკასიაში თვითმკვლელობის შემთხვევების სიმრავლით პირველ ადგილზეა. ბოლო 20 წლის მანძილზე სუიციდის 6000 შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის მონაცემებით კი სუიციდის რაოდენობამ კიდევ უფრო მოიმატა და ის საშუალოდ წელიწადში 312 შეადგენს. წინა წლებთან შედარებით თვითმკვლელობის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება 61-75 წლის ასაკის ადამიანებში. ხოლო ზოგადი შემთხვევები 16%-ით არის მომატებული. ქართული გენოფონდის მთავარი მტერი ასევე ნარკომანია. ამ დაავადებამ მოიცვა სრულიად საქართველო და მისი მთავარი სამიზნე ახალგაზრდობა, რომელთა ოფიციალური სტატისტიკა აი ასე გამოიყურება. 2019 წლის ოფიციალური სტატისტიკით ინექციური ნარკომანი, ანუ რომელიც ნემსით მოიხმარს ნარკოტიკს, ქვეყანაში 52,500 ადამიანი იყო, რომელიც 2,24%-ით გაზრდილია 2014 წლის მონაცემებთან. ეს კი ციფრებში 3,000 ადამიანი არის. სტატისტიკის მიხედვით ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა 18 წლიდან 64 წლამდე მერყეობს. ოფიციალური სტატისტიკის მიღმა არსებობს არაოფიციალური სტატისტიკა, რაც ყველაზე მეტი რეალურად ასახავს მდგომარეობას. ასეთ შემთხვევაში სტატისტიკოსები 1-3 პრინციპს იყენებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში რეალურად 3-ჯერ მეტი ნარკოდამოკიდებული გვყავს, ვიდრე ეს ოფიციალურ სტატისტიკაში არის ასახული. მინდა შეგახსენოთ, რომ აღნიშნული სტატისტიკა ეხება მხოლოდ და მხოლოდ ინექციური ნარკოტიკის სტატისტიკას. და ის არ ითვალისწინებს ისეთი ნარკოდამოკიდებულების აღრიცხვას, როგორებიც არიან ბიოზე, მარიხუანაზე, სინთეთიკურ თუ კლუბურ ნარკოტიკზე დამოკიდებული ახალგაზრდები.
სტატისტიკიდან გამომდინარე მინდა გითხრათ, რომ საქართველოში გაჩაღებული არის ოპიუმის ომი. სოფლიო ისტორიიდან კი მინდა შეგახსენოთ, რომ ოპიუმის ომი ეს უკვე არსებული პრაქტიკაა. 1840-1860 წლებში ბრიტანეთის იმპერიამ ჩინეთის იმპერიის წინააღმდეგ აწარმოა ოპიუმის ორი ომი, რომლის მიზანიც ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია, რითაც ჩინეთის ახალგაზრდობის მოწამვლა იყო დაგეგმილი, რამაც ჩინეთს 20 მილიონი ახალგაზრდა მოუკლა. ბრიტანელი სტრატეგების მთავარი სამიზნე იყო მიეღწიათ ჩინეთში ოპიუმის დეკრიმინალიზაციისთვის. ამის შემდეგ კი მათ შეიტანეს ჩინეთში 10,000-ობით ტონა ნარკოტიკი, რომელიც ჩალის ფასად დაურიგეს ადგილობრივ ახალგაზრდობას. ოპიუმის ომმა 20 მილიონი ახალგაზრდა ჩინელის და ჩინეთის იმპერიის მარცხი გამოიწვია. ოპიუმის ომის დამანგრეველი შედეგების აღმოფხვრა ჩინეთმა მხოლოდ და მხოლოდ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში შეძლო. ყოველივე ამ უბედურებაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მოსახლეობის შემცირება ძირითადად ეთნიკურად ქართულ მოსახლეობაში ხდება. არ მინდა ვინმე მისე გაიგოს, რომ ვითომ საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს სხვანაირად განვიხილავდი. საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ყველა ადამიანი საქართველოს შვილია. უბრალოდ ამით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში უშუალოდ აბორიგენი ქართული მოსახლეობის მიმართ გატარებული მტრული პოლიტიკის შედეგად ეს მძიმე სურათი მივიღეთ. და როგორც დიდი მერაბ კოსტავა გვეუბნებოდა, დადგა დრო, როდესაც ქართველებმა ხელისცეცებით უნდა მონახოთ ერთმანეთი. და ბოლოს, მინდა შემოგთავაზოთ ზოგადი სტატისტიკა. სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს ქვეყანაში შობადობას და გარდაცვალებას. კარგად დააკვირდით ბოლოს ამ წელიწადს და ნახეთ, როგორი კატასტროფული სხვაობა არის გარდაცვალებას და შობადობას შორის. აქედან გამომდინარე შემდეგ ნუ გაგიკვირდებათ, რომ 118 სკოლაში ბავშვი არ შევიდა, ხოლო 255 სოფელი დაცარიელდება. მე მინდა გითხრათ უფრო მეტიც, ბოლო 7 წლის მანძილზე საქართველოში საერთო ჯამში 500 სოფელი დაიცალა.